თბილისიდან დასავლეთისაკენ მიმავალ მგზავრებს სურამში შესვლა აღარ უწევთ. უკვე 8 საათია ზემოოსიაური ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი სატრანსპორტო მოძრაობისათვის ღიაა. ერთ-ერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ნაკლებ დახარჯულ დროს მეტუსაფრთხოებას და განტვირთულ მოძრაობას ნიშნავს. სურამის 6.4 კილომეტრიანმა ავტომაგისტრალმა ფუნქციონირება დაიწყო. დღეს დილიდან გზის ამ მონაკვეთზე საკმაოდ აქტიური სატრანსპორტო მოძრაობაა. ამიერიდან მოქალაქეები შეძლებენ სურამისა და ჩუმათელეთის გვერდისავლით ჩქაროსნული გზით პირდაპირ მოხვდნენ რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბთან. ახლად გახსნილი 4-ზოლიანი შემოვლითი გზა 11 ხიდსა და 5 გვირაბს აერთიანებს, რომლებიც სრულად შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტთან. სურამის შემოვლითი გზა ოფიციალურად პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გახსნა. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ. ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია და რა თქმა უნდა ეს შექმნის მეტ კომფორტს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და ეკონომიკური კუთხითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში ქვეყანა ჩამოყალიბდეს როგორც ჰაბი, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან ევროპას და აზიას. ეს ხო ჩვენი ისტორიული მისია, ისტორიული ფუნქცია და მინდა რომ მაქსიმალურად აღუდგინოთ ეს ფუნქცია ჩვენს ქვეყანას და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ბუნებრივი ასეთი პროექტები. უკვე უწყვეტად რიკოთის გვირაბამდე შეძლებენ ადამიანები მგზავრობას ჩქაროსნული გზით, ასევე წლის ბოლომდე დასრულდება 6 კილომეტრიანი დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რითაც დასრულდება მთლიანობაში ეგრეთ წოდებული საუკუნის პროექტი, ეს არის რიკოთის პროექტი. სატრანსპორტო გადაადგილების კომფორტის ზრდა და დროის შემცირება, ავტოსაგზაო შემთხვევების რისკების შემცირება, მიმდებარე დასახლებული პუნქტების განტვირთვა საავტომობილო მოძრაობისგან. ეს ის საბაზისო ბენეფიტებია, რომლებიც სურამის შემოვლითი გზის გახსნას ახლავს. ჩვენ უკვე შეგვეძლება რომ ცენტრალური მაგისტრალი თბილისიდან სამტრედიამდე 230 კილომეტრი ფაქტიურად უწყვეტად მაგისტრალის მეშვეობით გავიაროთ. აღნიშნული გზის მონაკვეთი შეესაბამება ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს, რაც კი არსებობს მსოფლიოში და ის საგრძნობლად გაზრდის როგორც გადაადგილების დროს ხარისხს, ასევე უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთი რიკოთის ინფრასტრუქტურული პროექტის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს, შეიძლება ითქვას, რომ ამ გზის გახსნა იმ ამბიციური გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროპასა და აზიას შორის მთავარი დამაკავშირებელი დერეფნის როლი უნდა ითამაშოს. ფაქტიურად სიმბოლური მონაკვეთიც არის, ესე ვთქვათ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს ერთმანეთთან, არა მხოლოდ ეს არის დიდი ი60 მაგისტრალის შემადგენელი ნაწილი, ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების და ხარისხი და გადაადგილების კომფორტი ძალიან მაღალ დონეზეა. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელიც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ხაზი გაესვა საქართველოს როგორც შუა დერეფნის პოტენციალსაც. გზა არის სიმბოლო წინსვლის და არის ხიდი ახალი შესაძლებლობებისადმი. ეს არის ზრდის წინაპირობა, რომელიც იზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს. საქართველოს მისი გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვან როლს ანიჭებს დაკავშირებადობის კუთხით. როდესაც საქართველო ცდილობს გახდეს რეგიონული დაკავშირებადობის ჰაბი, ის ზრდის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობისა და მედეგობის გაძლიერებისთვის ამ დიდებულ ქვეყანაში. ამ ჩქაროსნული გზით საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს შუა დერეფნის კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს დივერსიფიკაციასა და ეკონომიკურ გამძლეობას სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში. სურამის შემოვლითი გზის გახსნით საუკუნის პროექტის მშენებლობა დასასრულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ამიერიდან ავტოტრანსპორტი თბილისიდან სამტრედიამდე 230 კილომეტრიან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს შეუფერხებლად გაივლის.